ქართული ხალხური ზღაპრები ნაცარქექია. იყო და არა იყო რა, ღვთისუკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ზარმაცი და მუქთამჭამელი კაცი. ცის მარე დღე კერასთან იჯდა, ხელში ჩხირი ეჭირა და ნაცარს ქექავდა. სწორედ ამიტომ ხალხმა ნაცარქექია შეარქვა. ნაცარქექიას კარგი მეოჯახე ძმები ჰყავდა. კაცო, სულ რომ ნაცარს უზიხარ, ან ჭამა არ გინდა, ან სმა, ეუბნებოდნენ ყოველდღე. ადექი, გაისარჯე, იქით მიდექ, აქეთ მოდექ და ოჯახში რამე შემოიტანე, თორემ იცოდე, ჩვენ შენი რჩენის თავი აღარა გვაქვს და სახლიდან გაგაგდებთო. მაგრამ ნაცარქექია ძმების მუქარას ერთ ურში რომ შეუშვებდა, მეორიდან გამოუშვებდა. მობეზრდა ძმებს მისი უსაქმურობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან. ერთი ხბოს გუდა ნაცრით გაუტენეს და ზურგზე აღკიდეს, ხელში ჩხირი მისცეს, ჩოხის კალთაში საგზლად ჭყინტი ყველი გამოუხვიეს და გაისტუმრეს. თან გააფრთხილეს. ამ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გაშორდი, აქ არ დაგიგულოთ, თორემ ცოცხალს არ გაგიშვებთო. კარდითო უთხრა ნაცარქექიამ, ვეცდები რაც შეიძლება შორს წავიდეო და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს ერთ უშველებელ მდინარეს მიადგა. შეეშინდა ნაცარქექიას წყალში გასვლისა და მდინარის პირას მხართეძოზე წამოწვა. იქნებ ვინმემ გამოიაროს და გამიყვანოსო. თურმე ეს მდინარეცა და ადგილიც 9-თავიანი დევის სამფლობელო ყოფილა. საღამო ხანზე მოადგა დევი გაღმანაპირიდან მდინარეს და დაუწყო მდინარეს წყალს ხრეპა. დაინახა ნაცარქექიამ და ხაფი ხმით გასძახა. ჰეი, რომელი ხარ, ახლავე აქ გამოდი, მხარზე შემისვი და გაღმა გამიყვანე, ფეხის დასველება მეზარებაო. დევს ძალიან გაუკვირდა, აქ ჩემი შიშით გოლიათებს ვერ გაუვლია და ეს ჭინჭრაქარის პატრონია რომ ამას მიბედავსო. და გამოძახა. ვინა ხარ, რა სულიერი ხარ და მაგ თავხედობას როგორ მიბედაო. ნაცარქექია დიდი მკვეხარა და ბაქი ბუქაც იყო. შორიდან ისეთ ტრაბახს ატეხდა, რომ კაც მდგორის მდრეკავი ეგონებოდა. შემოიყარა დოინჯი და გასძახა დევს. აი შექინქლავ შენა, ერთი არ მებრალებოდე და გიჩვენებდი, ვინცა ვარ. მაგრამ იცოდე, თუ ჭყუით არ იქნები, ასეთ თავხედობას მეორედ აღარ გაპატიებ. შებრიყო და ბაბაყურო. ხაბერიკ არ გაგიგონია? ნაცარყლაპია, ჩხირით მებრძოლი. მე სწორედ ისავარო. არ მინდა ქვეყანა დავაქციო, თორემ მისეთი ღონე მაქვს, დედამიწას რომ ხელი მოვავლო, ზეცას შევტყორცნი და ნაცარმტვრად ვაქცეო. თუ გინდა, შევეჯიბროთე და ერთმანეთი ღონეში გამოვცადოთ. შენ მან დაიღექვა, მე აქ ავიღებ. მოვუჭიროთ ორივემ ხელი და ვინც წვენი გაადინოს, გამარჯვებული ცის იყოსო. აიღო დევმა ქვა, მოუჭირა ხელი და სულ დაფშვა, მაგრამ წვენი ვერ გამოადინა. დაიხარა ნაცარქექია, ვითომ ქვას ვიღებო. ამოიღო ჩოხის კალთაში გამოხვეული ჭყინტი ყველი. მოუჭირა ხელი და წვენი სულ წურწურით გაადინა. გაუკვირდა დევს, ეს ვინა ყოფილაო. აბა ახლა სირბილში გამოვცადოთ ერთმანეთი, გასძახა ნაცარქექიამ. გავიქცეთ რიყეზე შენ მაქეთ, მე აქეთ და ვინც მეტ მტვერსა და კორიანტელს აადენს, ბიჯიც ის იყოს და ქუდიც იმას ეხუროსო. გაძუნძულდა დევი იკითა ნაპირზე და რიყის ქვებს სულ ხრაშახრუში დააწყებინა, მაგრამ მტკვერი ვერა და ვერა ადინა. რიყის ქვებს ან რა მტვერი აუვიდოდა. ნაცარქექიამ კი მოიხსნა ნაცრიანი გუდა, გაკუნკულდა ნაპირზე და თან ნაცარი მიმოაბნია. ისეთი მტვერი და კორიანტელი ააყენა, რომ დევმა ვეღარაფერი დაინახა. შეშინდა დევი, ეს მართლაც უძლეველი კაცი ჩანსო. თქვა გულში და გაღმა ნაპირზე გავიდა. მორჩილად ეახლა ნაცარქექიას, დაიღუნა და მხარზე შეისვა. შუა მდინარეში რომ შევიდნენ, დევმა როგორც იქნა გაუბედა და ჰკითხა. ბატონო, ხაბირიკავ ნაცრიყლაპიავ და ჩხირით მებრძოლო. ასეთი ღონის პატრონი როგორღაც მეტისმეტად მსუბუქი მეჩვენებიო. რაო? მსუბუქიო?
ჰა, გადაიხარხარა ნაცარქექიამ. შენ რომ ჩემი სიმძიმის ამბავი იცოდე, მაგ სისულელეს აღარ წამოროშავდი. რა კი დედამიწას ჩემი ტარება უჭირს, ცაში ღმერთს უხილავი თოკით ვუჭერი ვარ, თორემ ჩემი სიმძიმე ქვესკნელში ჩაგიტანდაო. დევს ეჭვი შეეპარა. ამ ერთ ციცქნას ისეთი რა სიმძიმე უნდა გქონდესო. და ნაცარქექიას მოკრძალებით უთხრა. აბა აძახე ღმერთს, რომ სულ ოდნავ შეგიშვას ხელი. მინდა შენი სიმძიმე გავიგოო. ღმერთო მწყალობელო, აბა ცოტათი მოუშვი თოკი რომ ამ ბრიყვსა და ავყიას ენა დავამოკლებინო. ასძახა ცისკენ ნაცარქექია, ჩუმად კი ამოიღო შვინდის გამხმარი ჩხირი და დევს კისერში დააჭირა. დევს ეგონა, მთელი ზეცა ზედ დამაწვაო და შეშილებულმა მართლა ქვესკნელში არ ჩამაძვრინოსო ხვეწნა დაუწყო. შენი ჭირიმე, უთხარი ღმერთს, ისევ აკწიოს, თორემ მეტის ატანა აღარ შემიძლიაო. მოაშორა ნაცარქექია ჩხირი და დევიც ისევ გაიმართა წელში. ახლა ხომ დარწმუნდი რა სიმძიმეც მქონიაო? ჰკითხა ნაცარქექიამ. მართლაც მეტის მეტად მძიმე ყოფილხარო, უპასუხა დევმა და შინ მიიპატიჟა. ნაცარქექია ტახტზე დასვა, თვითონ კერა გაახურა და ცომი მოზილა. გააკეთა ერთი უშველებელი ხმიადი, ჩადო კეცში, ცეცხლს მიუფიცხა და ნაცარქექიას უთხრა. თუ უკაცრება არ ვიყო, ამ პურზე თვალი გეჭიროს, რომ არ დაიწვას, მეტყეში წავალ და ბარემ ნანადირებსაც მოვიტანო. დემი წავიდა. ხმიაც ცალი გვერდი რომ დაებრაცა, ნაცარქექია მიფიქრა, ახლა კი გადაბრუნების დროაო და დაუწყო საკეცით წვალება. წვალებაში კეცი წამოიქცა და ნაცარქექია ქვეშ მოიყოლა. წვალობს ნაცარქექია, აფხარკალებს ფეხებს, ხვნეშის, ოხრავს, ქშინავს, მაგრამ კეცს ძვრას ვერ უშვრება. დაიღალა და შეშინებულმა ფერიც დაკარგა. მოვიდა დევი და ნაცარქექია რომ ამ ყოფაში დაინახა, გაკვირვებულმა კითხა, რა დაგმართნიაო? რა უნდა დამმართნოდა? შეუტია ნაცარქექიამ. ცოტათი მუცელი წამომტკივდა და ცხელი კეცი დავიდევი. ახლა უკვე კარგად ვარ, მოდი და ამაცალეო. დემმა კეცი ააცალა და ნაცარქექიაც წამოდგა. ხმიადი გამოცხვა, ნანადირევიც მოხარშეს და ვახშამს შემოუსხდნენ. პურის ჭამაში დევმა ცხვირი დააცემინა და სტუმარი ჭერში შეაგდო. გულგახეთქილი ნაცარქექია თავხეს ჩაეჭიდა და ფხარკალი დაიწყო. მან რას აკეთებო? ჰკითხა დევმა. რას ვაკეთებ და აი ეს წკეპლა უნდა გამოვიღო და გვერდები აგიჭრელო. როგორ გაბედე ჩემთან ცხვირის დაცემინებაო? ღმერთო, ეს ვინა ყოფილა? გაოცდა დევი. ამოდენა თავხე მე ძლივს პოცებში ავიტანე და ეს კი წკეპლაზე ძახის და გამოძრობას უპირებსო. აქაურობას თუ არ გავეცალე, ერთხელაც იქნება რამეს მიშარებს და ცოცხალი ვეღარ გადაურჩებიო. დაჰკრა დევმა ფეხი და 900 იქით გადაიხვეწა. დევის სახლ-კარი და სიმდიდრე მთლიანად ნაცარქექიას დარჩა. წავიდა ძმებიც იქ მიიყვანა და უთხრა, ძმებო, მუხთა ხორობისათვის თქვენ სახლიდან გამაგდეთ, სულ იმას მაყვედრიდით ოჯახში არაფერი შემოგაქვსო. აი, ახლა ჩემსწილად ეს სახლ-კარი და ქონება ცხოვრება შემომაქვს. ეს ყველაფერი თქვენთვის დამითმია. ოღონდ ლუკმაპურს ნუღარ დამაყვედრით და ნურც ნაცრის ქექვას დამიშლითო. გადაულოცა ნაცარქექიამ დევის სახლი და სიმდიდრე ძმებს, თვითონ კი აიღო ჩხირი, მიუჯდა კერას და ისევ ნაცრის ქექვა დაიწყო. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქათო იქა, ფქვილი აქა. ზღაპრის დასასრული. გამოიწერეთ YouTube არხი ძილის წინ ზღაპრები.